ასტრონომებმა სამყაროს შორეულ ნაწილში სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომლის ზომა დაახლოებით 10 მილიარდი სინათლის წელი უნდა იყოს. ახლად აღმოჩენილი სტრუქტურა ძველ რეკორდსმენზე ორჯერ დიდია. საუბარია გროვაზე 73 კვაზარით, Huge LQG, ზომით 4 მილიარდი სინათლის წელი. ერთ-ერთი უდიდესი galaktikis Sloanis დიდი კედლის დიამეტრი 1.4 მილიარდი სინათლის წელია. ახალბედა კი მასზე 6-ჯერ დიდია. სტრუქტურის აღმოჩენა გამაანთებათა განაწილების რუკის შედგენის დროს მოხდა. ითვლება, რომ ეს მაღალენერგიული გამონაფრქვევები მასიური ვარსკვლავების კოლაფსის დროს წარმოიქმნებიან. მასიური ვარსკვლავები კი მატერიის დიდი მარაგების მქონე რეგიონებში ყალიბდებიან. ამიტომ ასეთი აფეთქებები მეცნიერებს ეხმარება დაახლოებით დაადგინონ, რა რაოდენობის მატერიას შეიცავს სამყაროს ესა თუ ის რეგიონი. ჰერკულესისა და ჩრდილოეთ გვირგვინის თანავარსკვლავედების მიმართულებით არსებულ სტრუქტურაში გამაანთებათა დონე უჩვეულოდ მაღალია. ამ ანთებათა ანალიზით დადგინდა, რომ სინათლეს სტრუქტურის ერთი ბოლოდან მეორემდე მისასვლელად 10 მილიარდი წელი სჭირდება. ამჟამად ამ სტრუქტურის არსებობის მეტი მტკიცებულებების მისაღებად, ასევე მისი ბუნების უკეთ გასაგებად დამატებითი დაკვირვებები მიმდინარეობს. მეცნიერებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორ შეიძლებოდა რაიმე ასეთ ზომებამდე გაზრდილიყო. შესაძლებელია ეს galaktikuri გროვებისა და სხვა ნორმალური მატერიის დიდი კონცენტრაცია იყოს, ამბობენ აღმომჩენი მეცნიერები. ასევე ცნობილია, რომ ეს სავარაუდო გროვა ინტენსიურად მოძრაობს. თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის მიხედვით, ადრეულ სამყაროში, სადაც მატერია ცალკეულ ადგილებზე იყო თავმოყრილი, ასეთი ხვეული მოძრაობები არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ამ გიგანტურ ფილამენტებს საკუთარი წარმოსახვითი ღერძის გარშემო მოძრაობა მოგვიანებით უნდა დაეწყოთ. ამის გარდა, ეს სტრუქტურები ერთმანეთთან გრავიტაციის ძალითაც ურთიერთქმედებენ. აქედან გამომდინარე, მათ უფრო მეტად ქაოსური მოძრაობა უნდა ახასიათებდეთ. შეგახსენებთ, რადგან სინათლე კონკრეტული სინათლის სიჩქარით მოძრაობს, რაც უფრო შორს მიხედებით სამყაროში, ხედავთ უფრო და უფრო ადრეულ სამყაროს. მაგალითად, როდესაც მზეს ვუყურებთ, ხედავთ 8 წუთის წინანდელ მზეს, რადგან სინათლეს მზიდან დედამიწამდე მოსაღწევად 8 წუთი სჭირდება. უახლოესი galaktikიდან ანდრომედადან ჩვენამდე სინათლე 2,5 მილიონ წელში აღწევს. შესაბამისად, ანდრომედას ვხედავთ ისეთს, როგორიც ის ამ დროის წინ იყო. ანუ, რაც უფრო შორეულ ობიექტს ვუყურებთ, მით უფრო შორეულ წარსულში ვიყურებით.